თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა სტარტი აიღო. ყველაფერი კი ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ჰოლივუდში, წითელი ხალიჩა და ბომონდი. თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაარსდა. წელს ორგანიზატორები განსაკუთრებულად მოემზადნენ და პროგრამაც ბევრად საინტერესო და დატვირთულია. ჯერ მეორე წელია და ასე რომ ნახოთ, მე მგონი ფესტივალი ნელ-ნელა ჩამოყალიბდება, თავის სახეს მიიღებს განსაკუთრებულს და მომავალში იმედი გვაქვს, რომ პერსპექტივა განვითარების ექნება. 12 ქვეყანაა საერთაშორისო პროგრამაში. ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 20 ქვეყანაა. თბილისის მერიამ ფესტივალის დაარსებით მიზნად ქართული თეატრისა და კულტურის, თბილისისა და საქართველოს პოპულარიზაცია დაისახა. ლიდან წლამდე უკვე იზრდება ჯგუფები, ქვეყნები, ვინც წარმოადგენენ. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენი თეატრი გავიდეს გარეთ და ჰქონდეს შესაძლებლობა სხვა ქვეყნებმაც ნახონ, ამინდა მიულოცო და ყველას მოუწოდო. ფესტივალის აფიშა ხელმისაწვდომია თბილისის ყველა უბანში და მათი გემოვნების სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით დაესწრონ, დატყვენ და თავისი მოსაზრება გამოთქვან. ქართულ და უცხოურ სპექტაკლებს 8 თეატრი მასპინძლობს, მაყურებელი კი საინტერესო დადგმებს იხილავს. ბევრია ასეთი განსაკუთრებით არის ორი ჰამლეტი, რომელიც ერთი არის ნიკროშჩუსის, რომელიც ნანახი ვერ გამოვხატა, რამდენად კარგი სპექტაკლია და მეორე ჩემი მეგობრის ოსკარ კორშუნოვასის, რომელიც აგრეთვე მისი ყოველ შემთხვევაში ყველაზე კარგი სპექტაკლი. შარშან იყო ძალიან კარგი სპექტაკლები ჩამოტანილი. ჩვენ ქონდა სულ რეპეტიციები მაყმეძი და მოახერხეთ 5 სპექტაკლის ნახვა, მაგრამ იყო საოცარი სპექტაკლები ჩამოტანილი. წლევანდელი ჩამონათვალით ძალიან საინტერესოა. რაღაცა სათქმელი იდება სპექტაკლში და მე ამ სათქმელზე ფიქრობ, რაღაცა მიყვება და ძალიან კარგი და მსახიობისთვის მით უმეტეს, როცა შეგიძლია შენ რაღაცა აჩუქო მაყურებელს. ფესტივალის გახსნაზე გიორგი სუხიტაშვილის სიდის პრეზენტაცია შედგა და სტუმრების განწყობაზე სწორედ ისრუნავდა. ფესტივალის გახსნა იმდენად პომპეზური იყო, რომ მსახიობებმა ემოციები ვერ დამალეს. მე მივესალმები იმას, რომ იყოს წითელი ხალიჩა, იყოს რაღაცა გრანდიოზული, ბუმბერაზული სადღაც, ხონდა ჩავიცვათ ეს საღამოს კაბები და საერთოდ გამოვჩდეთ ქალები ქალებად და კაცები კაცებად. ქართველი მსახიობები მე ვთვლი, რომ არ არიან ნაკლებები, ვთქვათ, უცხოელი მსახიობები. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 15 ოქტომბერს დაიხურება. მოკლედ პროფესიონალური, თანამედროვე, მრავალფეროვანი და კულტურით გაჯერებული დღეები გველის.